მოგესალმებით. ვაგრძელებთ ჩვენ ამოცანების განხილვას მე-14 თავის 171 ნომრიდან. 171-ში რა გვჭირდება? საავტომობილო ქარხანას შეკვეთა დროზე რომ შეესრულებინა, ყოველდღიურად 6 ავტომობილი უნდა დაემზადებინა. ქარხანა ყოველდღიურად 8 ავტომობილს ამზადებდა. ახლა აქამდე რომ გავჩერდეთ, რა გამოდის? გვაქვს რაღაც გეგმით გათვალისწინებული რაოდენობა და რეალურად შესრულებული რაოდენობა, ხო? ამიტომ შეკვეთა 4 დღით ადრე დაასრულა. კი ბატონო. რამდენ დღეში უნდა შეესრულებინა ქარხანას შეკვეთა? მოდი დავალაგოთ ახლა გასაგებია. ანუ ჩვენ ორ მაჩვენებაზე გვემახვილებს ახლა ავტორი ყურადღებას, ეს არის ყოველდღიური ნორმა მანქანების წარმოების და დრო რამდენი დღის განმავლობაში უნდა გაგრძელებულიყო ეს. და გვაქვს ორი მდგომარეობა. ერთი გეგმით, რაც იყო გათვალისწინებული, წესით, გეგმით, რაღაცა შეგიძლიათ მოვიფიქროთ და მეორე რეალურად რაც მოხდა. ზოგჯერ არის რეალურად რაც ხდება და ჰიპოთეტურად ისე რა უნდათ რომ გამოსულიყო. ეგეც პრინციპში რაღაცა დაშვებაა გაკეთებული. ახლა აქ რა არის? ყოველდღიურად 6 ავტომობილი, დღეში გეგმით იყო გათვალისწინებული 6 ავტომობილი, მაგრამ 8 ავტომობილს ამზადებდნენ. 8 ავტომობილი. ამიტომ შეკვეთა ვადაზე 4 დღით ადრე შესრულდა. ანუ ვადა, ვთქვათ, იყო, ვადა არ გამოდის, მოდი ასე ვთქვათ, დრო X დღე იყო, ვთქვათ, გათვალისწინებული, ხო? და რადგანაც ვადაზე ადრე 4 დღით ადრე შესრულდა, ესე იგი X-4 დღე დაუხარჯავთ ამაზე, ხო? ვინმე დღეში უნდა შესრულებინათ ქარხანა შეკვეთა. ანუ X გვეკითხებიან. ახლა უყურე არის. ახლა ზოგიერთ ამოცანაში იცვლება მთლიანად გასაკეთებელი საქმეც რა. აქ შეიძლება პირობაში დაეტანა მიეყოლებინათ, რომ აი გეგმით გათვალისწინებულზე 6 მანქანით მეტი გააკეთეს არა, მაგრამ არა, აქ რამდენიც ქონდათ გეგმით გათვალისწინებული, აი გეგმა შეასრულეს, არც მეტი, არც ნაკლები რა. და მანქანები სულ რამდენი იყო დასამზადებელი? 6 არ გამოდის? ნუ დღიურად თუ 6 ამზადებ და X დღე მუშაობ, ცხადია, X ჯერ 6 მანქანა იყო დასამზადებელი და რეალურად რაც დაამზადეს იგივე, ოღონდ ეს იგივე რაოდენობა გამოიხატება უკვე 8 ჯერ X-4-ით. მომენტი მისახვედრია ხო ეგ. ავუწევთ ახლა ამ განტოლებას 6x-უდრის 8x-32-ს. აქედან მარტივი დასანახია, რომ 2x-უდრის 32-ს და x-16-ის ტოლია. ესეთ ამოცანის პასუხი უნდა იყოს 16. მოდი შევამოწმოთ. 61-ში. კი ბატონო. ორი კითხვა ყოფილა. რამდენ დღეში უნდა შეესრულებინათ შეკვეთა და სულ რამდენი ავტომობილი უნდა დაემზადებინათ? კი ბატონო, 16 დღეში უნდა შეესრულებინათ და სულ ერთი ახლა კიდე რეალური, კიდე გეგმით გათვალისწინების დაგეგმილის მიხედვით დათვლით 6 გაამრავლებდით 16-ზე და 96 ავტომობილი იყო დასამზადებელი და დაამზადეს კიდეც. 162 ამოცანა. ანა და მარიამ ერთი და იგივე ტესტს ასრულებენ. კი ბატონო. ანა და მარიამ, ხო? ანა საათში 8 შეკითხვას პასუხობს, მარიამი კი 9-ს. ანუ 1 საათში ანა 8 შეკითხვა მარიამი კი 9, რა? მათ ერთდროულად დაიწყეს ტესტის შესრულება. ანამ 20 წუთით გვიან დაასრულა ტესტი. ვიდრე მარიამ, ანუ ერთდროულად დაიწყეს და რა დაბა როგორ შეიძლება ახლა ჩვენ აქ გამოვსახოთ. მოდი დრო შემოვიტანოთ, ხო? ესე დრო. და
20 წუთით გვიან დაასრულა ნიშნავს, რომ 20 წუთით მეტი დრო დახარჯა. ვინ დახარჯა? ანამ, ხო? მოდი ახლა ექსით აღნიშნოთ, თქვათ, მარიამი აკეთებდა ოღონდ 20 წუთს არ ვიტყვი, რადგანაც აქ ჩვენ შეკითხვები საათის მიხედვით გვაქვს მოცემული, მოდი თქვათ, ეს მუშაობდა 6 საათი. მაშინ ანა 20 წუთით მეც, ანუ 20 წუთი ხო 1/13 საათია, 1/13 საათით მეც ხარჯავს. აქ არ ამერიოს უბრალოდ მე ვახოლმე ვინ მეტი დახარჯა, ვინ ნაკლები და მე ვარ გაიჭედოს ამოხსნის პროცესი და ხელახლა არ უყოთ მისაბრუნებელი. ანა ხარჯავს 20 წუთით მეც, ხო, ანა 20 წუთით გვიან დაასრულა. კი ბატონო. ახლა ნახეთ რა ხდება, მეგობრებო. თუ მე 1 საათში 8 შეკითხვას ვაკეთებ და სულ x + 1/13 საათი ვიმუშავე. რამდენ კითხვას შევასრულებთ? აი სულ კითხვები, ხო? რამდენ კითხვას უპასუხებდით? სულ უპასუხა კითხვებს 8-ჯერ x + 1/13 არ უპასუხებდით? კი. და ახლა აქ ქვედა შემთხვევაში ანალოგიურად თუ საათში 9 კითხვას პასუხობ და სულ x საათი ვიმუშავე, ყოველ საათში 9 კითხვა, ანუ x-ჯერ 9. ამდენი შეკითხვა იქნებოდა და ესეთი ხო ვიცით რომ ტოლებია 8-ჯერ x + 1/13 უდრის 9x 8x პლუს 8/13 უდრის 9x და x-ი გამოდის 8/13. ნუ ეგ რამდენია? 2.2/13 საათი. ანას ექნება პასუხი ავტორს, ხო, კითხვა ვნახოთ თუ გაცნობთ რამდენი რა არის? რამდენი საკითხი იყო ტესტში. ოკეი. და ტესტში რამდენი საკითხი იყო? პრინციპში ეგ არ გჭირდება, რომ 2.2/13 საათი იმუშავა, მარიმ და ცხადია 3 საათი გამოვიდო და ანას დამუშავარ კიდე 20 წუთი რომ დაემატებოდა, ჩვენ გვაინტერესებს რამდენი კითხვა იყო სულ და ან მარიამის ან ანას საშუალებით გამოვთვალოთ. ორივემ კითხვები ერთი და იგივე რაოდენობით აუხსნა. და სად არის? ეგ მიჩვენებს რამდენი კითხვას უპასუხეს სულ კითხვები. 9 უნდა გამებრავლებინა 8/13. ნუ გამოდის პასუხი 24 შეკითხვა. 162. კი ბატონო, სწორად დავითვლია. მოდი აბა იქნებ აი აქ კონკრეტულად მოათავსოთ 163 ამოცანა. მებიღე შეუძლია ბაღში ბუჩქების გაგრეჭა 12 დღეში. მოდი ვნახოთ, ანუ მთელ საქმეზე 12 დღე შეუძლია გამოდის. მაგრამ დღეში გათვალისწინებულზე 4 ბუჩქით მეც კრეჭდა და მთელი სამუშაო 9 დღეში დაამთავრა. მოდი დავიწყოთ ისევ და ისე თუ დააკვირდებით, აი აქაც ფაქტობრივად პრინციპში აქ ამის საჭიროება არ იყო. ვიცოდით დროის ერთეულში რა კეთდებოდა აქაც 162-შიც, აი დღეში რა კეთდებოდა, ვიცოდით. მაგრამ სადაც არ ვიცოდი, x-ი ხო შემოვიტანე. ყველაზე მოსახერხებელი საერთოდ როცა არ იცი არის სხვარავისაც რომ გეკითხებოდნენ. აღნიშნო დროის ერთეულში გაკეთებული ან გასაკეთებელი საქმე. აი ნახეთ ახლა ამას მებაღესაც ხო ქონდა გეგმით რა უნდა ეკეთებინა და რეალურად რა გააკეთა, ხო? ანუ გეგმით რაღაც ქონდა გათვალისწინებული რა. დღეში თუ საათში რა, ხო, დღეზეა საუბარი. დღეში რა უნდა ეკეთებინა? თქვათ, უნდა ეკეთებინა, უნდა გაეკრიჭა x-ი ბუჩქი. მაგრამ რეალურად რა გააკეთა? გათვალისწინებულზე 4 ბუჩქით მეც კრეჭდა. ანუ x + 4 ბუჩქი გაკრიჭა. მთელი საქმე, ანუ დრო, რა დროში უნდა დაესრულებინა? 12 დღეში ხო უნდა დაესრულებინა. და რა გააკეთა? 9 დღეში დაასრულა. ხო. ასე. რამდენ ბუჩქს კრეჭდა მებაღე დღეში? აი ზუსტად მაგას გვეკითხებიან ახლა აქ. და მეც მაგი მაქვს აღნიშნული, ხო? და სულ რამდენი ბუჩქი გაკრიჭა? აი სულ რა იქნებოდა გაკრიჭილი ბუჩქების რაოდენობა? 12x-ი ერთის მხრივ და მეორეს მხრივ
9 ჯერ x + 4, იმიტომ რომ გეგმითაც და რეალურადაც ერთი და იგივე რაოდენობა იყო გათვალისწინებული, რაც უნდა გააკეთებინა რა. ესეთი ერთმანეთის ტოლია. 12x უდრის 9x + 36-ს, 3x უდრის 36-ს, აქ ხო? და x-ი გამოდის 12. ნუ დღეში 12 ბუჩქი უნდა გაიგრძა. ეს იქნებოდა პირველ კითხვაზე პასუხი. და შესაბამისად მეორე კითხვაზე პასუხი იქნებოდა 12 ჯერ 12 154, ხო? არა, ოდიში, აი შევცდი ნახეთ. მე ვუპასუხე ახლა გეგმით რამდენი ჰქონდა გასაკრეჭი და ნახე კითხვა რა იყო, რამდენ ბუჩქს კრეჭდა მებაღე დღეში. რეალურად რამდენს კრეჭდა, ხო? ამიტომ პასუხი ეგ შეცდომა ახლა მეგობრებო, მიუხედავად იმისა, რომ ამოხსნის პროცესი სწორად წარიმართა, რაც დავგეგმეთ, რაც აღნიშნეთ x-ით სწორად ვიპოვეთ, მაგრამ პასუხი სწორად უნდა გავსეთ. პასუხი იქნებოდა 16 ბუჩქი, იმიტომ რეალურად რამდენს კრეჭდა და სულ რამდენი ბუჩქი იყო გასაკრეჭი? კი ბატონო, 16 ჯერ 9 ან 12 ჯერ 12. რამდენი ბუჩქი იყო გასაკრეჭი? აბა მოდი ნახოთ ახლა 164. კომპიუტერის ამწყობი საამქრო დღეში გეგმით გათვალისწინებულზე 2 კომპიუტერით მეც აწყობს. ანუ გეგმით და ისევ რეალურად, ხო? ნუ რად. ნუ დღეში გასაკეთებელი მოდი არის გასაკეთებელი. რა არის? ვთქვათ, x-ი ჰქონდა, x-ი კომპიუტერი ჰქონდა გათვალისწინებული, ხო? და გათვალისწინებულზე 2 კომპიუტერით მეც აწყობს, ანუ აწყობს x + 2 კომპიუტერს. ამიტომ 20 დღეში აწყო 27 დღის გეგმაზე 5 კომპიუტერი. ამიტომ 20 დღეში. 20 დღეში, ხო? აჰა, მოდი ასე ვქნათ. ესე იგი, დრო რა იმუშავა? რეალურად იმუშავა 20 დღე, ხო? და ამით რა გამოვიდა გაკეთებული? ნახეთ და აკვირდით მეგობრებო, როგორ გვაუნება ხა ცოტა შეიძლება დაგვაბნიოს რა. 27 დღის გეგმაზე, ანუ 27 დღე გეგმით რომ ემუშავა, აი ამდენი დღე, მაგაზე 5-ით მეტი კომპიუტერი. ეს 5-ით მეტი სად იქნება, ნახეთ? სულ ხო აწყობდა გეგმით რომ ემუშავა 27 დღის განმავლობაში 27x. რეალურად 20 დღე იმუშავა, ანუ აწყო 20 ჯერ x + 2 და აი ეს ამაზე 5-ით მეტია. ანუ რეალურად 5-ით მეტია. განტოლება როგორ დაიწერება? 27x + 5 უდრის 20 ჯერ x + 2, ანუ 20x + 40. აქ 7x უდრის 35-ს და x უდრის 5-ს. ესეთი ამბავი იქნება. კითხვა რა არის? რამდენ კომპიუტერს აწყობს საამქრო დღეში? რეალურად რამდენს აწყობს საამქრო დღეში? და პასუხი გვექნებოდა 7. იმიტომ რომ გეგმით გონდა დაგეგმილი რომ უნდა აეწყო 5, მაგრამ რეალურად აწყობდა 7-ს. 65. საკლასო ოთახში დადგმულია მერხები. თუ თითოეულ მერხთან დავსვამთ 5 მოწაფეს, მაშინ 8 მერხი დაგვაკვდება. ხოლო თუ თითოეულ მერხთან დავსვამთ 6 მოწაფეს, მაშინ 2 მერხი თავისუფალი დარჩება. იპოვეთ მოწაფეთა რაოდენობა. აქ სხვადასხვანაირად შეგვიძლია გავაკეთოთ. მოდი გავყვეთ ახლა იმ მუღამს, რომ რასაც გვეკითხებიან ის აღვნიშნოთ. სულ
x-ი მოწაფეა. მოწაფეა. ახლა დავაკვირდეთ, აქ გვაქვს ორი სცენარი, ხო? თუ თითოეულ ერთად დავსვამთ 5 მოწაფეს, ანუ თითოეულ მერხზე 5 მოწაფის დასხდომისას დაგუჭირდება, ცხადია რა დაგუჭირდება? მოწაფეების რაოდენობა გაყოფილი, ანუ x-ი გაყოფილი 5-ზე, ხო? ანუ 5 მოსწავლეს ერთი მეორე 5, მეორე მერხი, მესამე 5, მესამე მერხი და ანუ ეს ხუთეული რამდენჯერაც მოთავსდება x-ში. დაგჭირდება ამდენი მერხი. მაგრამ დააკვირდით, მეგობრებო, 8 მერხი დაგვაკლდება. ანუ გამოდის, რომ რეალურად ამდენი მერხი კი გჭირდება, მაგრამ რეალურად რამდენი მერხი გაქვს? რადგანაც 8 მერხი გვაკლდება, ამიტომ ადგილზე გვქონია x-5-ს მინუს 8 მერხი. ხო? ანუ სულ საჭიროა x-5 მერხი, რადგან დაგაგდა 8 მერხი, ესე გამდენი არ ქონია. ზე მასზე, აი რაც გჭირდება, 8 ნაკლები მერხი ქონია. ახლა ნახე. თითოეულ მერხზე 6 მოწაფის დასხდომისას გჭირდება დაგჭირდება x-ი შეფარდებული 6-თან მერხი, მაგრამ რადგანაც 2 მერხი თავისუფალი დარჩა, ესე იგი ზედმეტი მქონია 2 მერხი, მაგრამ ადგილზე მქონია x-6-ს პლუს 2 მერხი, ხო? აი, კარგად დააკვირდით. ანუ უფრო ცოტა გჭირდება, ვიდრე გააქვს და ჩვენ ახლა ორივე შემთხვევაში აქაც და აქაც გამოვსახეთ, რა გვჭირდებოდა x-ის შეფარდებით 5-თან და მე 6-თან, მაგრამ მე უკვე გამოვავლინეთ რეალურად რა გვქონდა. ერთ შემთხვევაში 8 ნაკლები გვქონდა, მეორე შემთხვევაში 2/8, ხო? რამდენი მერხი? თუ გამოდის ოქროები, ანუ რა თქმა უნდა, ერთი სცენარითაც და მეორე სცენარითაც მერხების რაოდენობა, მიმდინარე მერხების რაოდენობა ერთი იგივე იქნებოდა, აი, ესეთი რაღაცა, ხო? x-5-ს გამოკლებული x-6 ეს იქნებოდა 10, ეგ არის 1/30 x-ი, x-30-ით, იმედად ასე დავწეროთ. იმიტომ საერთო მნიშვნელი 5-ის და 6-ის 30-ია, 30 გაყოფილი 5-ზე 6, 6 x-ი, 6x-ი, მე აქ 5x-ი გამოგდებოდა x-ი იქნებოდა და x-ი გამოდის 300. სულ ქონია მეგობრებო 300 სწავლი. რა სიტყვით? ან შეგეძლოთ ეს ამოცანა გამოგეხსნათ სხვაგვარადაც. თუ მაგალითად x-ით აღნიშნავდით მიმდინარე მერხების რაოდენობას. მაშინ მე ადგებოდი და მერხები 18 თუ გჭირდებოდა x + 8-ჯერ 5 მოსწავლე იქნებოდა, ან x + 2-ჯერ 6-დან ვაგეც. ჯერ x-ით დათვლიდი მერხებს და მე უკვე გამოვთვლიდი მოსწავლეების რაოდენობასაც. ახლა პრინციპში რასაც გვეკითხებოდნენ პირდაპირ ის აღნიშნეთ x-ით. 66. გვერდის გადასაზიდად ჩამოაყენეს რამდენიმე ვაგონი. თუ თითოეულ ვაგონში ჩავტვირთავთ რაღაცა 15 ტონას, მაშინ 4 ტონა ტვირთი ჩავტვირთავი დარჩება, ხოლო თუ თითოეულ ვაგონში ჩავტვირთავთ
16.5 ტონას, მაშინ ვაგონების მთლიანი დატვირთვისთვის დაგვაგდება 8 ტონა. რამდენი ტონა ტვირთი იყო გადასაზეთ. მოდი კიდევ იგივე გავაკეთოთ. მეგობრებო, აქ მე მაინც მგონია, რომ აი ვაგონების რაოდენობის აღნიშვნა სჯობს, მაგრამ მოდი რუინაირად გავაკეთოთ. Gut. Ups. ტექსტი მეგონი. ვაგონი. მაშინ დააკვირდით ახლა. ვაგონი. თუ 15.5 ტონას ჩავტვირთავთ თითოეულში, მაშინ რა გამოდის 15.5 ტონა 5 ჯერ x-ი არ იქნებოდა ჩატვირთული და 4 ტონა ტვირთი ჩავტვირთავით რჩება, ანუ ესე იგი აქ ცარიელი ადგილი არის 4. ესე იგი 4 ტონა არ შეგივსია. არა, მოდიში ჩავტვირთავი რჩება, გარეთ რჩება, გარეთ, ანუ კიდე 4 ტონა გაქვს გარეთ. ესე იგი 15.5 ჯერ x ტონა შიგნით გაქვს ვაგონებში და 4 ტონა თუ ჩავტვირთავი რჩება, ანუ კიდევ გაქვს გარეთ, ხო? ანუ 15.5x + 4 ტონა იქნებოდა მთელი ტვირთი. ასლა თუ 16.5 ტონას ჩავტვირთავთ თითოეულში. მაშინ მეგობრებო 16.5 x-ი, ნახეთ, ვაგონებს შეიძლება დატვირთვისთვის გაკლდება ამდენ, ანუ შიგნით ჯამში ეს ყველა ვაგონი რომ გაქვს აღებული, ჯამში 8 ტონა არის თავისუფალი, შიგნით არ გაქვს ჩატვირთული რა. უბრალოდ გამოთავისუფლებული არის ეს ადგილი. აი ამდენი ტონა ეს იყო, ეს იქნებოდა მთელი ტვირთი. მთელი ტვირთის რაოდენობა არ შეცვლილა, ხო? ორივე შემთხვევაში ერთი და იგივე რაოდენობას ტვირთავენ და შესაბამისად 15.5x + 4 ტოლია 16.5x - 4-ის. და აქედან მარტივი ამას თუ გადმოიტანდი, x-ი გამოაგდებოდა x-ი რჩება, ტოლი იქნებოდა 12-ის. ანუ რა გამოგვიდა? 12 ვაგონი გვაქვს სულ. მაგრამ ამას არ გვეკითხებიან რამდენი ტონა ტვირთი იყო სულ გადასაზიდით. ახლა ერთ-ერთით გამოთვლით 12-ს გამოვრავლებდი, ანუ იქნებოდა მთელი ტვირთი ამას ხო ვამბობთ, ანუ კაი, მოდი აგერ 16.5 გამოვრავლებთ 12-ზე და გამოვაკლოთ 8. ეგ რამდენი იქნება? ეს 2-ზე რომ გავამრავლოთ 33-ია, 33 მე 6-ზე რომ გავამრავლოთ 198-ია, ხო? და 198-ს რომ მოვაკლოთ ახლა ჩვენ 8 თუ სწორად ვიტყვი 190 გამოდის. და კი, სწორად დავიტყვი. აი ეს იქნებოდა პასუხი, 190 ტონა ტვირთი იყო ჩასატვირთი. მოდი ახლა ასე მოვიდგეთ, თქვათ, მეორე გზით ავხსნათ. გვაქვს x-ი, y ტონა ტვირთი სულ. ასე დავიწყოთ. შენ თუ კონტეინერებში, რომელ კონტეინერში 15.5 ტონიან კონტეინერებში ტვირთავ. რამდენი ასეთი კონტეინერი დაგჭირდება? ნუ ახლა იტყვით, რომ ესე იგი y უნდა გავყოთ 15.5-ზე. მაგრამ ზუსტად არ თავსდებოდა ეს ტვირთი, 4 ტვირთი ტონა კიდევ რჩებოდა, ესე იგი მე თუ მთელ რაოდენობას მოვაკლებდი 4-ს, მაშინ ის ზუსტად გაიყოფოდა 15.5-ზე. და
ამდენი ვაგონი იქნებოდა საჭირო, არა? ამდენი ვაგონი გვაქვს. თუ მე ვაგონებში 16-15 ტონი, ანუ ვაგონების რაოდენობა კი არ იცვლი. უბრალოდ მე ვცვლი თითოეულში ჩატვირთული ტვირთის რაოდენობას. თუ 16-15 ტონა ტვირთი მექნებოდა, მაშინ 8 ტონიანი ადგილი ხო რჩებოდა დაუტვირთავი ცარიელი და ანუ ეგ 8-ს რომ შევსებულიყო, ესე იგი მე რომ მქონოდა სულ y+8 ტონა, მაშინ ეგ ყველა ვაგონი დაიტვირთებოდა რამდენი? და 16.5 საშუალებით, ხო? ანუ მე თუ 16.5-ზე გავყოფდი, მივიღებდი ვაგონების რაოდენობას. ვაგონი გვაქვს. ისინი რა თქმა უნდა, ერთმანეთის ტოლი იყო, იმიტომ რომ ვაგონების რაოდენობა არ იცვლებოდა. ნუ ჯვარედინად გავამრავლებთ ახლა. ეგ შეგვიძლია წილადებად გადავაქციოთ. ეს 16.1/2-დია, ანუ 33/2 გამრავლებული y-4-ზე. ეგ არის 31/2 გამრავლებული მეგობრებო y+8-ზე. ახლა რიცხვებია. ანუ გამოდის თუ სწორად ვითვლი ახლა 33y-132 უდრის 31y პლუს 248. ხო. ნუ და 2y ტოლი გამოდის 132 გადმოვიდო და აქეთ შეკრებით და ეგ რამდენია? 280? არა, 380. და y გამოდიოდა 190. რა თქმა უნდა, იგივე მივიღეთ, რაც აქ იყო. ეგ მაინც იყოს, ასე ვთქვათ, მეორენაირადაც შევასრულეთ, დავძლიეთ ამოცანა. მოდი ნახოთ 167. საცხოვრებელი კორპუსის მობინადრეებმა საერთო ხარჯებისათვის გარკვეული თანხა უნდა შეაგრონ. თუ თითოეული შეიტანს 15 ლარს, მაშინ ხარჯების დასაფარავად დააკლებათ 50 ლარი. ახლა ანუ როგორი სიტუაცია მეგობრებო? თანხა კონკრეტული რიცხვია შესაძლებელი და ანუ ვცდილობთ ახლა ის თანხა მოგროვდეს და თუ რაღაც ერთი პრინციპით შევაგროვებდით 50 ლარი დაგვაკდებოდა, თუ მეორე პრინციპით, მაშინ 30 ლარი მორჩებოდა. აბა მოდი დავალაგოთ ახლა ეგ სიტუაცია. ასე ვქნათ ახლა ჩვენ. ვთქვათ x-ი მობინადრეა. თითოეული მობინადრედებს ხო თანხას x-ი მობინადრეა. შესაბამისად, მოდი ახლა გავყევთ ჩვენ პირველ სცენარს. ნუ აღარ ჩამოვწერ, აღარ დავკონკრეტდები. ანუ პირველ სცენარში გულისხმობ ახლა 15 ლარი რომ დაედო თითოეულ ოჯახს, ხო? აი პირველ სიტუაციაში 15x ლარი მოგროვდებოდა და დაგაკლდა კიდევ 50 ლარი. ნიშნავს, რომ კიდევ გჭირდება შენ 50 ლარი მთელი ხარჯის დასაფარად რა. მთელი ხარჯი. და მეორე შემთხვევაში 17 ლარს თუ აკრებდი ამ x-ი მობინადრე და 17x, მე უკვე ჭარბი გამოგდიოდა 30 ლარი და ანუ 30 ლარს თუ მოაკლებდით, ეს იქნებოდა ზუსტად მთელი ხარჯი. და მთელი ხარჯი არ იცვლება. ამიტომ 15x + 50 ტოლი იქნებოდა 17x - 30. აქედან 2x უდრის 80 და მარტივი მისახვედრი ახლა რომ x იქნებოდა 40. ანუ 40 მობინადრე გვეყოლებოდა მეგობრებო, კორპუსი იყო, ბინაც იყო რა. აბა მოდი ვნახოთ 68-ე ამოცანა. სატვირთო მანქანების გარკვეულ რაოდენობას საწყობიდან რკინიგზის სატვირთო სადგურში უნდა გადაეტანა 60 ტონა ტვირთი.
ამიდის არახელსაყრელი პირობების გამო თითოეულ მანქანაზე 0,5 ტონით ნაკლები დაიტვირთ, ამიტომ საჭირო გახდა 4 მანქანის დამატება. რამდენი მანქანა იყო თავდაპირველად გათვალისწინებული? ახლა პრინციპში აქ შეგვიძლია მგონი ორი წვადი ჩამოვიტანოთ, არა? იმიტომ რომ ერთი რომ თითოეულ მანქანაზე რაღაც ქონდა დაგეგმილი და აგეტვირთა და ადექი და სხვა რამ დაატვირთე და თან მანქანების რაოდენობაც ავტო საჭირო არ იცოდი თავიდან რამდენი იყო საჭირო და მე 4 მანქანა დაამატე. მოდი გავყვეთ ესე გეგმით ერთ მანქანაზე ვთქვათ x ტონაა დასატვირთი. რეალურად გამოვიდა x-0.5, ხო? და ამდენი ტონა დატვირთული. და მანქანები გჭირდებოდა თქვათ y-იცალი, y-იცალი და რეალურად დაგჭირდა 4 მანქანით მეტია, ხო? y პლუს 4 დაგჭირდა. ცალი. და სულ ტვირთი იქნებოდა მეგობრებო. ერთ შემთხვევაში 60 ტონა იყო და მეორე შემთხვევაში 60 ტონა იყო. აი გაქვთ ორი განტოლი. ერთი გეგმით რომ დავთვალო ჯერ მთელი ტვირთი, ანუ ეს XY ტოლი იქნება 60-ის და მეორე რეალურად რომ დავთვალო, მოდი წილადად გადავაქცევ 0.5 x - 1 მეორედ ჯერ y პლუს 4 რომ გავუტოვოთ 60. ახლა ეგ უფრო გავს 4 ფულიან ამოცანას ვიდრე წინები. აქ ცოტა ამაზე რთულები მოდის ახლა. გაცილებით რთულები პრინციპში. მაგრამ ახლა აქ რას ვაკეთებ? ერთი შეცდომას უშვებენ ბავშვები. ერთობაც არაც ყველა 60 ტონა რო ამოცებული და წერენ რომ XY უდრის x - 0.5 ჯერ y პლუს 4. რა თქმა უნდა ეს მართალია, განატყუილია, მაგრამ ამით ხო შენ ერთ ინფორმაციას კარგავ ნიშნავს რომ ესეც ცალკე და ესეც ცალკე არის 60 ტონა. ანუ ფაქტობრივად ორი ამბავი გაქვს და შენ ამცირებ და ერთ ამბავდე დაგყავს და ერთი ამბავი, ერთი განტოლება, ორი ცვლადი საყოვნელად არ გმარად. როგორ ვცნით ახლა ასეთ განტოლებებს? ახლა ვისაც ჩემთან ერთად გავლილი აქვს კვადრატული განტოლებები, უტოლობები, კვადრატულამდე დაყვანადი, ორცვლადიანი განტოლებები, უტოლობები, ხო? განსაკუთრებით განტოლებები. წესით გახსოვთ, რომ აი ასეთ კომპლექსურ რაღაცა x-y პირველი ვიცილებთ ან x კვადრატი თუ ან სანამ ეს სისტემიდან ვცდილობთ მოვიცილოთ. ახლა რას გულისხმობთ, ნახეთ? მე ჩვენ ეს რომ გაგვიხსნა ქვემოთ რჩხილი xy x ჯერ 4 4x მინუს 1 მეორე ჯერ y მინუს 1 მეორე y და მინუს 1 მეორე ჯერ 4 მინუს 2 არის 60. და ახლა შეგიძლია და პირდაპირ ჩასვათ კი არ გავსაზღვროთ x-ი გასულს რომ არის 60 შეფარდული y-თან და მე არა ჯერ გვიძლეთ ეს ცოტა ნაკლებ სტანდარტული მომენტი ახლა x-y-ები იმდენად სტანდარტული არაა მაგალითად ცალკე მდგომი ან x-ი ან y-ზე რომ იყოს ინფორმაცია განტოლებათა სისტემაში ხო და თუ ჩასვამთ ან პირდაპირ უტოლობებს თუ გამოაკლებდით განტოლებებს თუ გამოაკლებდით ერთმანეთს რა გამოგვივიდოთ აი წარმოიდგინეთ ახლა ქვედა განტოლებისთვის ზედა რო გამოგვექნო, ხო? x-y-ები გააბათლებდნენ, აქ დარჩებოდა 4x - 1 მეორე y - 2 უდრის ეკოდიში 60 იყო ჯერ აქ. 2 ახაც ავტომატურად გადმოვიტან უკვე აქ. 60 გააბათილებდა, აქ რჩებოდა 4x უდრის. მოდი გამოსახოთ ახლა 1 მეორე y პლუს 2, ანუ x-ი არის 4-ზე თუ გაყავთ ყველაფერს 1 მეორე y პლუს 1 მეორე 2-ს რო გაყავთ 4-ზე, ახლა მივიხეთ. მოვდგეთ ახლა და ჩავსვათ. იქნება x-ის მაგალითად რომ ჩავსვათ 1 მერვედი y-ს პლუს 1 მეორედი გამრავლებული y-ზე არის 60. ანუ 1 მერვედი y-ს პლუს 1 y კვადრატს პლუს 1 მეორედი y მინუს 60 უდრის 0-ს. მოდი 8-ზე გამოვმრავლოთ ყველაფერი. პლუს 4y მინუს 420. ზეპირად ვერ ვხვდები ამის ამოდაასწრს.
ოპა, 4-ჯერ მეტი. იქით განსხვავება 4 უნდა იყოს და 16, 20 არ ვარგა. ის შეიძლება 16 და 30-ად, ხო? კიდე რა დიშლები? 12 და 40-ია, ხო? აი, ცეც არ ვაწყობს. განსხვავება უნდა იყოს 4. აბა, რაც შეიძლება დავშალოთ 20 და 24. კი ბატონო, 20 და 24. ანუ x1 იქნებოდა -24, იმიტომ რომ ჯამი უარყოფითი უნდა იყოს. x2 20, რადგანაც x მანქანების რაოდენობა 24 იქნებოდა გარეშე ფასი და 20 იქნებოდა პასუხი. აქ ზუსტად გთხოვენ რამდენი მანქანა იყო თავიდან, აი ზუსტად ეს რაოდენობა გვინდა, ანუ გეგვით რა იყო გათვალისწინებული, 20 მანქანა იყო საჭირო. კი ბატონო, 72-ში 20-ია პასუხი. აბა, 69. ნაცნაირად გახურდა ხო ამოცანა, ესეთ უფრო კაი ამოცანა გამოდგა. ტრაქტორისტთა ბრიგადამ გარკვეულ ვადაში მოხდა 300 ჰექტარი. ტრაქტორისტთა ბრიგადაში რომ ორჯერ მეტი ტრაქტორი ყოფილიყო, მაშინ სამუშაო შესრულდებოდა 5 დღით ადრე. რამდენი ტრაქტორი იყო ბრიგადაში, თუ ერთი ტრაქტორი დღეში ხნავს 15 ჰექტარს. ახლა აქ გვაქვს ფაქტობრივად 3 მონაცემი, ხო? ანუ აქ ახლა როგორია, შეხედეთ, აქ გეგმა და რეალობა კი არა, ნუ რაღაცა რეალურად გაკეთდა, რეალურად და მოდი აქ თუ, ანუ ჰიპოთეზა, თუ რაღაცას იზამდი, ხო? სულ იცი იყო 300 ჰექტარი და გაკეთდა 300 ჰექტარი. ბრიგადაში ორჯერ მეტი ტრაქტორი ყოფილიყო, ანუ ტრაქტორების რაოდენობა იყო x ცალი, ორჯერ მეტი რომ ყოფილიყო, ანუ 2x ცალი რომ ყოფილიყო. სამუშაო შესრულდებოდა 5 დღით ადრე. ნუ, დრო თქვათ იყო y დღე და შესრულდებოდა 5 დღით ადრე, ანუ y-ს მინუს 5 დღე დაჭირდებოდა და ერთი რა ვიცით. დღეში ტრაქტორები ხნავდნენ 5 ჰექტარს. დღეში ერთ შემთხვევაშიც და მეორე შემთხვევაში 15 ჰექტარი, 15 ჰექტარი. ახლა ნახეთ. ეს 300 ჰექტარი რა იქნებოდა ერთის მხრივ? არ იქნებოდა მანქანების რაოდენობა გამრავლებული რამდენ დღესაც მუშაობდნენ და დღეში რამდენ ჰექტარსაც ხნავდნენ, ხო? ანუ თუ y დღე იმუშავდა დღეში 15 ჰექტარი მოხდა, ხო, მაშინ ერთი ავტომობილი 15 ჰექტარს ხნავს. მეორე განტოლება რა იყო? იგივე 300 ტოლი იყო 2x ჯერ y-5 ჯერ 15. ეს 15 შევკვეცოთ აქ 20 რჩება, აქაც შევკვეცოთ 20 რჩება, ხო? ანუ xy გამოდის 20 და ქვემოთ თუ გახსნით ახლა ჩხილს 2xy მინუს 10x, ასეა, ხო? შემეშალოს. მოდის 20 ტოლი. თუ ქვედას თუ მოდი ახლა ჩასვარჯულებს ალბათ. აქ იქნებოდა 40 მინუს 10x უდრის 20 10x პირდაპირ დაგვიჭდა 20x უდრის 2-ს. ანუ ორი ტრაქტორი ყავდა? რა მეხوار მეშლება? y მინუს შეასრულდა 5 დღით ადრე. ვიცი, კითხვა რა არის? რამდენი ტრაქტორი იყო ბრიგადაში? ანუ ჩვენ ვთხოვეთ ასულ რაოდენობას და შესაბამისად, ნუ პასუხი იქნებოდა 2. 2 ტრაქტორი იყო. კარგი. 70.
თუ ქარხანა ყოველდღიურად გამოუშვებს 20 დეტალს, მაშინ დანიშნული ვადისთვის იგი გამოუშვებს გეგმაზე 100 დეტალით მეც, თუ ყოველდღიურად გამოუშვებს 23 დეტალს, დანიშნული ვადისთვის ის გამოუშვებს 20 დეტალით მეც. რა ვადა იყო განსაზღვრული? აბა მოდი ვქრები. გეგმა, ხო? გეგმა. მოდი ასე ვქოთ. ყოველდღიურად, ანუ დღიურად რას აკეთებს? ყოველდღიურად, ანუ ვქოთ დაგეგმილი, ანუ თუ ქარხანა ყოველდღიურად 20 დეტალს გამოუშვებს, მაშინ დანიშნულების ვადისთვის ექნება 100 დეტალით ნაკლები. ხოლო თუ ყოველდღიურად გამოუშვებს 23 დეტალს, მაშინ დანიშნულების ვადისთვის იგი გამოუშვებს გეგმაზე 20 დეტალით მეც. მოდი ახლა აქ ცოტა სხვანაირად გავაკეთოთ ეს სიტუაცია ოქროები. ჩვენ აქ არ გვთხოვენ, არადა ძალიან კაია ხოლმე აღნიშნოთ ყოველდღიურად რამდენი დეტალი იყო გამოსაცემი და პრინციპში ამას გარკვევა გაგვიჭირდება კიდეც, ხო? ანუ გვაქვს ორი სცენარი. ჰიპოთეზა 1, არ დაგავნოთ ამ ტერმინს, ვარაუდი 1 თუნდაც, ჰიპოთეზა 1. ანუ თუ 20 დეტალს გამოუშვებდით, მეგობრებო, ყოველდღიურად. ყოველდღიურად 20 დეტალს თუ გამოუშვებდით, მაშინ დანიშნული ვადისთვის, ოკეი. ნუ 100 დეტალით ნაკლები იქნებოდა. დრო მაგალითად თქვათ x-ი დღე რომ ემუშავა, x-ი დღე 100 დეტალით ნაკლები იქნებოდა, ანუ სულ დეტალები რამდენი იქნებოდა? 20x იქნებოდა გაკეთებული, ხო? და ჰიპოთეზა მეორე. თუ ყოველდღიურად 23 დეტალს გამოუშვებდა, ეგეც ვარაუდია სინამდვილეში არა. დეტალი, მართლა ასე კი არ უქნია. კაც დეტალი. მაშინ დანიშნულების ვადისთვის ის გამოუშვებდა გეგმაზე 20 დეტალით მეც. და რამდენს გამოუშვებდა? ნუ ისევ x-ი დღე იმუშავა, ხო? ანუ აქ დრო არ შეუცვლია, ხე? 23 x გააკეთებდა. სულ, ხო? მაგრამ ახლა ნახეთ რა ხდება. ერთ შემთხვევაში ეს რა თქმა უნდა ახლა ერთი და იგივე არა, განსხვავებულია, მაგრამ აი გეგმით რაღაცა რომ გაქვს გათვალისწინებული, ხო? ერთ შემთხვევაში ეს გეგმაზე 100 დეტალით ნაკლები იყო, ანუ მოდი აგერ დავწეროთ, ესე იგი გეგმა რა ყოფილა? 20x + 100 დეტალი, ხო? იმიტომ რომ 100 დეტალი კიდევ უნდა ეწარმოებინა რომ გეგმა შეესრულებინა და მეორე შემთხვევაში 20 რამდენი დეტალით გეგმაზე 20 დეტალით მეტი გამოუშვა. ანუ ეს 23x-ი გეგმაზე 20-ით მეტი, ანუ რომ გამოვაკლოთ 20 იქნებოდა გეგმა. და ასე ტოლობას ვხედით რა. ან ის გვაქვს ზუსტად x-ით აღნიშნული გასაგონე, რა ვადა იყო გეგმისთვის განსაზღვრულიო და შესაბამისად 20x + 100 და 23x - 20 გამოდიოდა უკვე გეგმით გათვალისწინებული რაოდენობა, ერთიც და მეორეც. ნუ შესაბამისად 3x უდრის 100-ს, x-ი გამოდიოდა 40. ანუ მეგობრებო, 40 დღე იყო გათვალისწინებული გეგმის შესასრულებლად. ახლა დააკვირდით, თითქოს რაღაც ერთგვარ შაბლონად ჩამოყალიბდა წინა ამოცანებში, რომ დროის ერთეულში გაკეთებული საქმე უნდა ან მოცემული ყოფილიყო, ან უნდა გამოგვესახა და პრინციპში აქაც მასია, ხო? აქ მოცემულია, ოღონდ გეგმასთან შედარება აღარ გავკეთებია ჩვენ. ანუ დღეში რა უნდა ეკეთებინა და მაგ ინფორმაცია არ ქონდა ჩვენ გეგმასთან შედარებით დღეში რამდენით მეც აკეთებდა და რამდენით ნაკლებს, ამიტომ ცოტა სტრატეგია შევცვალეთ რა. ჯამში განსაკუთრებული არაფერი. მაინც აქ გადავწყვეტი მომენტი ის იყო, რომ x-ით აღნიშნეთ ის, რასაც გვეკითხებოდნენ.
კაი, მოდი ახლა დროებით დავუშალოთ და შემდეგ 171 ნომრიდან გავაგრძელოთ ამოცანები.